მოგეჩვენოთ მეგობრებო. ჩვენ ვართ მეცნიერთა კონგრესის დროში პირველ ნაწილში დაწყებული ძალიან საინტერესო გადაცემას ვაგრძელებთ. სასიამოვნოა რომ შემოგვერთა ბატონი ბესიკ ბოგველი, ფსიქოლოგი, დიმიტრი უზნაძის, როგორც იტყვიან, თეორიაზე დაყრდნობილი კაცი და მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი მხედველობაში მაქვს მთელი მისი თეორიის და ორმა-სამმა პიროვნებამ დაგტოვა ბატონი ჯუმბერ კოპალიანი დმანისისკენ ბრუნდება, ბატონი ჯუბაღებელი ლიტერატურული საქართველოს ახალი რედაქტორი ძალიან საინტერესო შეხვედრა აქვს გაზეთის მომავალთან დაკავშირებით და ასევე მინდა რომ ბატონი ვაჟა უთარაშვილი ეხლა ხდება საინგილოებს და მეორე აი აქ იმაში და სტუდიაში იწერება მისი შეხვედრა ამ ჩამოსულ ქართველებთან, საინგილოდან ჩამოსულ ქართველებთან. ბატონ ბესიკს მივესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ ოცნებობთ იმაზე, რომ მას როგორც ფსიქოლოგს არწმუნებულია, რომელიც ხაირივით ჭირდება ამ ქვეყანას დღეს ფსიქოლოგი და გადაცემა, არწმუნებული ვარ, რომ მისი პატრონაჟით ერთი გადაცემა მეცნიერთა კონგრესის დროში ამ ფსიქოლოგიის მიმართულებით იქნება. ჩვენ დღეს ვსაუბრობ მომავლის პროგრამაზე. მე მინდა რითაც წეგანი დავასრულე, გავაგრძელოთ, რომ ყველა ჩვენ ვართ იმის მომხრე, რომ კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ის ხელისუფლებაა, რომელიც იცავს ადამიანისათვის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებას და ბედნიერი ცხოვრებისადმი მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევა და უზრუნველყოს თითოეული ადამიანის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ გაანახორციელოს ეს ვისაც შეუძლია, ვისაც აქვს შესაძლებლობა არის ხელისუფლებაში დღეს გააკეთოს ეს. თუ არ შეუძლია ხელისუფლებას სხვა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ თქვას რომ გავაკეთებთ ამას, ოღონდ 2 წელი გაქვთ ვადა და მე ნდობის რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, თუ არც ხელისუფლება შეგიძლია და არც ოპოზიცია შეგიძლიათ, მაშინ ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს. ხელისუფლება ამას რომელიც ამას ვერ ახერხებს, გამოდის რომ კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, პრაქტიკულად არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ის უნდა გადადგეს ან საერთო სახალხო რეფერენდუმზე გატანილი იქნას ხელისუფლების ნდობის საკითხი. ეს არის აი როგორც იტყვიან ფუნდამენტური ხედვა მეცნიერთა კონგრესის, რომელიც ამბობს იმას, რომ ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ. რა არის ეს სხვა გზა? ეს არ არის დაპირისპირება, ეს არ არის ომი შიგნით, ეს არის ერთობა შიგნით, ეს არის ეროვნული თანხმობის პარლამენტი, ეს არის ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ეს არის თაობათა ერთიანობის რაღაც განსაკუთრებული პროექტები, რომელიც მოქმედებაში მოყვანილი, რომელიც გააჩნია მეცნიერთა კონგრესს. ჩვენ არც ვინმესთან ვერთიანდებით, როგორც იყო ადრე ყველა ერთის წინააღმდეგ, ესეც ფაშიზმად მიგვაქცია და არც ვინმეს გასამართლება და იმის მომხრე ვართ. ქვეყანაში არის სიტუაცია დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს შეიძლება გახდეს მსოფლიო მასშტაბის რაღაც მშვიდობის დიდი ცენტრი. ესაა ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა მეცნიერთა კონგრესი ამბობს, რომ პრობლემა ვაქციოთ შესაძლებლობად. რა ვიცი ბატონებო, როგორ ფიქრობთ თქვენ, თუ ბატონი ბესიკი დაიწყებს, ან კიდე კაბატონო მედია, თუ თქვენ გააგრძელებთ და მე შემოგვიერთება, რაც დავწერეთ ახლა აგერ რა არის ხელისუფლება, თქვენ რამე გააქვთ საწინააღმდეგო, ან არ წერთ სწორად, აი როგორ გაქვთ თქვენ. მე ვერ წარმოვადგინე ესენი, იმიტომ რომ პირველ ნაწილს ადგილ ვახსენებ კაბატონი მედია აბაშიძე, ძალიან საინტერესო პიროვნება აი იმ სისტემამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, აი ესეთ საინტერესო ადამიანები, როგორც იტყვიან, შემოგვიერთა. დიდი მადლობა ამავე დროს კაბატონ ელენე აბაშიძეს, 103 წლის კაბატონს, რომელიც უყურებს ამ გადაცემას ახლა, სასაული კაბატონი, რომელმაც მიცა რეკომენდაცია, როცა ჩვენ მივმართეთ საზოგადოებას და უთხრით, რომ ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ხელისუფლება, არა მარტო კაბატონმა ელენემ, მაგრამ პირველმა მან და დღეს დიდი სიამოვნებით მეც და ძალიან ბევრი შევერთებოდით ამას, იმიტომ რომ კაბატონი მედია სახით არის ერთ-ერთი გამორჩეული ძალიან სხარტად მოაზროვნე ინტელიგენტური წყობის ადამიანი და 4 შვილის დედა, ძალიან ცნობილი შვილები არიან, ერთი შვილი ლონდონშია და საერთაშორისო ორგანიზაციაშია,
მეცნიერების დოქტორები, რაგბთანაც დაკავშირებული სპორტთან და ყველაფერი და გორში ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახია კიდე. ბატონი ვახშის იცნობენ, ბატონი ბესიკი უკვე წარმოადგენთ. არა, ქება კი არა, მე მინდა რომ თქვენ კი არ გაქებთ ქალბატონო მედია. მე მინდა რომ საზოგადოებას კონდეს იმედი, რა ვიცი, აგერ არის ფსიქოლოგი და მეტყვი, სწორად არ ვიქცევით ბატონო ბესიკი, რომ საზოგადოებას უნდა მივცეთ იმედი, რო არ მოგწონთ ვიღაცა, მაშინ ისინი გვეუბნებიან, ვინ არის ის ხალხი, ვისაც საქმის გაკეთება შეუძლია. აი აგერ ზის ბესიკ ბოგველი, ვისაც ეს შეუძლია. აგერ ხარ თქვენ, აგერ იყდენ ის ადამიანები და რა ვიცი, მე და ბატონი ვახში არ ვეჩრებით ამის იმაში და ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ორგანიზატორები ამ საკითხის. წიაღში ბატონეთებურ მაყურებლის გასაგონად აღნიშნა, რომ სწორედ ეს დამოკიდებულება არის ჩემთვის მიმზიდველი, რომ არ მუდებით ვიღაცა კონკრეტული ადამიანების ლანძღვას, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა წავიკეთოს, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს არსებული სიტუაცია და რა თქმა უნდა, მე გიერთდებით იმ პათოსში, რომ დიდი სიამოვნებით ვიქნები მაყურებელი იმისა, თუ როგორ ანვითარებს ხელისუფლება, თუნდაც აი ამ არსებული სახელმძღვანელოდ რაც შეიძლება და რაც დაიწერა და უამრავ კეთილ საქმეს. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენი წინამორბედი სტუმარი ბატონი აღნიშნავდა და მეც უერთდები რაღაცები კეთდება ალბათ, მაგრამ ეს ძალიან ცოტა არის და ზოგადად კეთებაც და დამოკიდებულებაც საწყისი უნდა იყოს ეროვნულობა. ქართული, აი ეს უნდა იყოს ქართველი, უპირველესი და ქართული. აი როცა ამაზე იქნება დაფუძნებული რაიმე პროექტი, რაიმე საქმიანობა, რაიმე ბიზნესი განვითარდება ქვეყანა, რა თქმა უნდა ეს სასიამოვნო საცქერიც იქნება და ჩვენც არანაირი ჩასაფრების პოლიტიკა აქ არ არსებობს, რომ მაინც და მაინც ჩვენ ვართ კარგები ან სხვა გუნდი არის კარგი და ესენი ვერ აკეთებენ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს რეალობა გახლავთ ესეთი, რომ მე მაინც შემოვიფარგლები უფრო სოციალური საკითხებით და უყურებთ რას, იცით რომ აი ვერ ხედავ ამ პერიოდის მანძილზე რომ რაიმე განვითარდა საშუალო ფენას გულისხმობ. კი, გავივლით არსებობს უამრავი ბიზნესი, ბაღები, მაგრამ რომ დაინტერესდებით მე ვინ არის მე პატრონი, ისევ ერთეული ადამიანები. ანუ რატომღაც ეს რა თქმა უნდა შემთხვევითი არაფერი არ არის, შემთხვევითობის მომხრენი არ ვარ და ვფიქრობ ცხოვრებაში და არაფერი შემთხვევით არ ხდება, მაგრამ რატომღაც ხდება ისე, რომ ისევ და ისევ მოსახლეობამდე ვერ მიდის მთელი რიგი სიკეთეები, რასაც ასე გვეუბნებიან, აპელირებენ, რომ უამრავი სიკეთე ხდება, უამრავი კარგი პროექტი ხორციელდება, მაგრამ ეს არ აისახება მოსახლეობის სტატისტიკაზე. ეს არ აისახება ქართულ ეკონომიკაზე. ეხლა რაღაცა ზოგადი ციფრების რახარუხი მოდის ვიხდი ამ სიტყვის ხმარებისთვის, არის ხოლმე სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ეკონომიკას შესაბამისი ცოდნა სჭირდება, ეკონომიკის გააზრებას იმ ციფრების მიხედვით შესაბამისი ცოდნა სჭირდება და ეს ასე არ არის. მოდით მაშინ ამ ციფრების მიღმა ჩვენ დავინტერესდეთ, რითი არის ლარი გამაგრებული, ხო? რა იწვევს იმას, რომ ლარი შედარებით გამაგრებულია ევროსთან და დოლართან. რა არის იმისი მიზეზი მაგალითად, რომ რაღაცა კეთდება. რეალურად მე როგორც ვიცი და მაქვს წვდომა და ინფორმაცია, ვალი რომელიც იყო გარევალი სახელმწიფოსი აღემატება 10-ჯერ არსებულ ვალს წინა ხელისუფლებაში და იმის წინაშე. ანუ ეს ყველაფერი რაც ხდება, რაც კეთდება, არის უამრავი გარევალის რესურსი, რომელი ვალებიც უნდა გადაიხადონ არა უკვე ჩემმა შვილებმა, არამედ ჩემმა შვილიშვილებმა და შეიძლება იმათ შვილებსაც მოუწოდოთ ამ ვალის გადახდა. ანუ ის რომ ბიუჯეტი არ იმართება ხალხის საკეთილდღეოდ, ამისი უამრავი კლასიკური ნიმუში არსებობს, როგორც რეგიონებში, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში. თვითმმართველობა, აი თუნდაც ეს ტერმინი აიღეთ, ხო გვაქვს კონსტიტუციურად რომ ვართ თვითმმართველი ორგანო. ერთი რეგიონი დამისახებით, რომელია თვითმმართველი. ყველგან ინიშნება ადამიანი, რეგიონს არ აქვს არანაირი ინიციატივის გადაწყვეტის საშუალება და ზოგადად აი მე რამდენი არჩევნებია უკვე, ხო შეიძლება ასფალტს გავწდეთ და რაღაც სხვა თემაზე ვისაუბროთ. შეიძლება 30 წელი აყარო ასფალტი დააგო, შემოღობოს კვერი და ეს აყვედრო ხალხს. არ შეიძლება სურათი მოცემულობისა გახლავთ ის, რომ ხალხი არის ძალიან შეჭრილი და შეწუხებული და უამრავი სოციალური პრობლემა აქვს. და უმთავრესი გამოსავალს მე რაში ვხედავ? გამოსავალს ვხედავ ისევ და ისევ მოქმედებაში,
უნდა იყოს მოქმედება, უნდა იყოს გააზრებული, რომ ადამიანებმა უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ რაიმე შედეგი დავდოთ, არ უნდა დაველოდოთ არავის და განათლება. ჩვენი პრობლემა გახლავთ განათლება. საშინო მდგომარეობაშია სკოლები, თქვენ წეგან სწორად გწანეთ. არსებობს უკვე დიფერენცია, არსებობს ძვირადღირებული სასწავლებლები, ძალიან ძვირადღირებული. ეს ძვირადღირებულია. ეს არის ძალიან ძვირი. როგორც მე ვიცი, წელიწადში 25,000-დან იწყება. ეს მხოლოდ სწავლის გადასახადია. ამას ემატება ტრანსპორტირება, ამას ემატება სახელმძღვანელო, ამას ემატება ფორმა, რომელიც შობელს ადის 30,000 ლარზე და ზოგი სკოლა მგონი ლარიც არ არის უფრო ძვირია. მომზადება. კი, მე ამას ეს საერთოდ ოდიოზური მიდგომაა, რომ ეს აქ უკვე მე შობელს ვადანაშაულებ. რას ქვია, მივდივარ სადღაცა მე და 30,000 მიხდი წელიწადში და რეპეტიტორი სჭირდება ჩემს. რა არის იცით აი ეს სიძვირე არ არის პირდაპირ ხარისხი არ არის დამოკიდებული მანდმივა ბატონო ბახში ზუსტად რომ ეხლა რაღაცა რაც უფრო ძვირიღებს უარესადასამნო საზღვრის გადაკვეთა უამრავი ხალხი მოგზაურობს ეს აღარ არის ესეთი რთული როგორც იყო ადრე სამოგზაურო პაკეტებიც არის ბიუჯეტური და ყველა ახერხებს ძალიან კარგი და ყველა გავიდა უკვე ქვეყანას გაცდა და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას მაგალითად ერთ უძვირეს ქვეყანაში არ ვიტყვი მაინც მოვხვდი ერთ-ერთი უძვირესი ქვეყანა და აღმოვაჩინე რომ აგროჰაბი თბილისის აგროჰაბი გაცილებით ძვირია ვიდრე იმ ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ჰიპერმარკეტი ეს არ იყო სუპერმარკეტი ახლა თუ ხელოვნურად არ არის შექმნილი რანაირად შეიძლება თან არსებობს საყოფაცხოვრებო კალათი ხო ეს ტერმინი ხო არსებობს რომელიც უნდა იყოს ელემენტარული საკვები შევსებული და ნახეთ რა ფასები აქვს აქედან არის გამომდინარე თუნდაც იმ ბავშვების აზროვნება ჯანმრთელობა მე გადავიდეთ ჯანდაცვის სფეროზე თუ ვინმეს გონია რომ დღეს ჯანდაცვის სფერო არის მოწესრიგებული ძალიან ცდება ეს მოვა დრო და ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ზუსტად და ისეთი უძიმესი დაავადებები ჯვარისწერია ყველას როგორიც არის აი ესე მიტოვებულია ხალხის უმეტესობა ხა შეიძლება რაღაცა კეთდება კიდევ ვიმეორებ მაგრამ ამ რაღაცას რატო უნდა მოვებღაუჭოთ და რატო უნდა ვიყოთ ამ რაღაცის მადლობლები როცა გვეუბნებიან რომ ჩვენი ბიუჯეტი არის მილიარდი ხო სად მიდის ეს ბიუჯეტი ისმის ძალიან მარტივი კითხვა საწყისის და სასრულიც გახლავთ ის რომ ჩვენ მოსახლეობას აკლია ცოდნა მოსახლეობაში მოსახლეობა არ არის ინფორმირებული ელემენტარულად მოსახლეობამ არ იცის რა უნდა მოითხოვოს ხელისუფლებისგან აი ეს გახლავთ პრობლემა ამათ კიდე არ აწყობს და არც ერთ ხელისუფლებას არ აწყობს მოაზროვნე საზოგადოება იმიტომ რომ ეს მათთვის მხოლოდ პრობლემა თორე წერან წინა გადაცემაში ვახსენე და ვთქვი რომ იმ დღისით როცა გამოცხადდა ეს ხელფასი ამ ხელასხვაობით აი მაშინ უნდა გამოსულიყო ყველა და გაგვეპროტესტებინა ჩემი ჩათვლით ვამბობ ამას ჩემ თავსაც გულისხმობ იმ არააქტიურ პროცესში რაც არ მომწონს ხო იგივე საზღვრები რომ გაიხსნა არ ვარ აბსოლუტურად არ ჩასაბრებული არც კრიტიკული აი ძალიან მარტივი კითხვა მებადება გაიხსნა საზღვარი ხო 17 ქვეყანაა დასახელებული რომელიც მაგალითად მე რო წავიკითხე ინტერნეტით მოვიძიე ну რაღაც ცოტა არ იყოს აღშფოთდი იმიტომ რომ თუ რამე მესმის უარყოფითი ამ ქვეყნების გარშემო ტრიალებს გამიგზავნეს ხელისუფლება და აგვიხსნას ეგება და ისეთ სიკეთესთან გვაქვს ადგილი რომ ჩვენი ცოდნა და ჩვენი განათლება ვერ ჩაწვდა ამ საზღვრის გახსნას ხო შეიძლება ვიფიქროთ ასეთ და გამოგზავნე ბატონო და აგვიხსენი რომ მე ეს იმიტომ გავაკეთე ამიტომ მაგრამ ამასაც არ აკეთებ ხდებით? იმიტომ რომ ერთეული ადამიანები გამდიდრდებიან ისევ უმძიმესი სტატისტიკა. მე შვილების დედა ვარ და ბიჭებისა. ნახეთ ხალხო რა ხდება. ეს წამალი ჩემამდე რომ მოვიდა და მე რო გავიგე, ხალი რომელიც არსად არ დავდივარ და მე რო დავინახე, რო თხრიან და რაღაცებს რო იღებენ. ამას ძალოვანი სტრუქტურა ვერ ხედავს. და ხალხი ვერ ხედავთ ამას ესე მოტოციკლეტებით რო დადიან ეს პატარა ბავშვები და ნარკობარიგებად აქციებს მთელი ქვეყანა ეს ხო რაღაცა ჩვენს მიერ მოგონილი ახალი ამბავი არის გაიარეთ ქუჩაში რა ხდება ახლა თუ წამალმა წაბრეკა თუ განათლება არ გვექნება თუ საჭმელი ისე გაძვირდება რომ ადამიანი კალათას ვერ შეიძლება უხარისხოა პროდუქტი პლუს უხარისხო პლუს ერთია რომ ვიძენთ
მეორე არ ვიცით რას ვიძებთ. და შემოიყვან კიდე ამდენ ხალხს. კიდე შემოყავს ამდენი გაუბედურებული სრულიად განსხვავებული ტრადიციის, აზროვნების ადამიანები. ეს არ არის შემთხვევითი ფრაზა, რომ ვამბობ, ტრადიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ადამიანებს შორის კომუნიკაციისა და მეგობრობის დროს სხვადასხვა რელიგიური შეხედულების ადამიანებს უჭირთ ერთად თანაცხოვრება. როგორ შემოდის ესეთი ხალხი, არაფერი ვიცით მათ შესახებ, გარდა ცუდი ინფორმაციისა. ვიღაცა ხო უნდა იყოს ამის პასუხისმგებელი. ერთი კაცი ხო მაინც უნდა მოიძებნოს, რომ თუნდაც დაждდეს იმ საზოგადოებრივ მაუწყებელში და გითხრას, რომ ხალხო თქვენ არ ინერვიულოთ, ყველაფერი არის გადასცემად და ეს სავიზო რეჟიმი, ეს ნარკოტიკებით გაგროვებული, თანაც რა შემოდის, რა წამალია, ბავშვები იხოცებიან. ვინ არის ამის პასუხისმგებელი? ვინ ნახეთ თქვენ ამით დასჯილი, გარდა იმ უბედური ბავშვებისა? ეს კლუბური ნარკოტიკი, გამოშტერებული სახეები. რა ვიცი ხა მე ვფიქრობ, რომ თუნდაც ეს ორი მიზეზი არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს პროტესტი და სურვილი იმისა, ნურამბრის შეცვლაზე გვექნება საუბარი და არავის ეგონოს ახლა რომ მე აქ უწოდებით გამოვდივარ, რომ ვიღაცა კონკრეტულ ჯგუფს ვისაც გინდათ იმას დაუჭირეთ ხარ, ვინც გინდათ ის გიყვარდეთ. ამაშიც ხართ თავისუფალი ადამიანები, მაგრამ როდესაც აი ამ ნაბიჯს გავა ადამიანი და როდესაც შენს მომავალს ხილი შენით, აი ზუსტად ის ერთი დღე, რასაც არჩევნები გქვია, გმართებს გონიერება, წესიერება და პასუხისმგებლობა შენი თავისა და შენი ქვეყნის მიმართ. დიდი მადლობა, უბრალოდ ვიდრე ბატონ ბესიკთან გადავიდოდე, მე მინდა ვთქვა, ძალიან საინტერესო გაგრძელება მიცა პირველ საუბარს და შემდგომ აკრას დავიწყეთ ქალბატონო მედეამ. რა ვიცი ბატონო ბესიკ, მე აქამდე ვიცოდი, რომ ხელისუფლება იმის მიხედვით კი არ ფასდება, რას აკეთებს. არამედ ხელისუფლება ფასდება იმის მიხედვით, აკეთებს თუ არა იმას, რისი გაკეთების მაქსიმუმის შესაძლებლობაა ქვეყანაში. როდესაც შენ აკეთებ იმის 7-8%-ს, რისი გაკეთებაც შეიძლება და 92-13%-ია წინ. როდესაც შენთან 1 ლარი აკეთებს 10 თეთრის საქმეს, როგორ შემიძლია მე ამ შემთხვევაში თუნდაც ყველაფერი კარგი რო იყოს და უბრალოდ მე აი მიკვირს კიდევაც და აი ხალბატონო მედია ამბობდა, მაგრამ იცით ხალბატონო მედია როგორ მინდა ვთქვა, რომ მე ის კი არ მიკვირს, რომ ხელისუფლება იქცევა ასე. ხელისუფლება ასე იქცევა, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ შეინარჩუნებს ის ხელისუფლებას თუ ასე არ მოიქცევა. მე უბრალოდ ხალხი მაწუხებს ამ შემთხვევაში, აი რომ ხედავ ამას, რომ თქვენ ახსენეთ 17, ვინმეს არ ეგონოს მართლაც 17 ამ ბოლო დროს გაუხსნეს, თორე სოფლიოში არის 200 ქვეყანა. 180 ქვეყანას შეუძლია საქართველოში დღეს 180 ქვეყნის ნებისმიერმა მოქალაქემ, ანუ სოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 90%-ია ლაპარაკი, შეუძლია დღეს გადაწყვიტოს, რომ ხვალ მინდა საქართველოში ვიყო და ჩამოვიდეს. უბრალოდ ესეთი რამ, აი მაჩვენეთ ერთი სახელმწიფო. მაჩვენეთ ერთი სახელმწიფო, სადაც 1 კვადრატული მეტრი მიწის ყიდვა შეგიძლიათ. მაჩვენეთ ერთი სახელმწიფო, სადაც 50%-ზე მეტი ფლობელი ძალიან ბევრ ქვეყანაშია რა, ნუ არა აქვს ის თუ არ ეყოლება ადგილობრივი დირექტორი და ბუღალტერი არ იქნება ადგილობრივი და ბევრი სხვა რამ კიდე შეზღუდვებია ისე იქ გამორიცხულია რომ იყოს და მე ყველაზე მეტად რაც მე მაწუხებს აი ბატონ ბესიკის შემოსვლა, იმიტომ მიხარია რომ ფსიქოლოგია და ნუ ძალიან საინტერესოდ ხედავს ამ საკითხებს. როგორ შეიძლება ეს რეგიონალური ფეოდალები რო წარმოუშვეს რა. ესე იგი, აი მაგალითად გუშინ უსმენდი, მე გავამიგზავნეს, ნუ ხა გასაგებია დიდი მადლობა ამ ხალხს ჩემდამინდობისთვის, აი გავამიგზავნეს ბაღდათიდან, საირმეში რაც ხდება. ესე 14000 გექტარი მიწა იყიდა ვთქვათ, ერთმა ყოფილმა დეპუტატმა, რომელიც სააკაშვილის შევარდნაძის დროს კარგად შეულებდა, სააკაშვილის დროს წარმატებული იყო და მხარდაჭერილი იყო და ეხლა აგრძელებს ამას და სამონადირეო ბიზნესი უნდა შეუქმნათ. ესე იგი, ვიმეორებ, საირმეს არ ჭირდება სამონადირეო ბიზნესი. ისევე როგორც არ ჭირდებოდა წყალტუბოს, რომ ლაპარაკობდნენ, რომ ის უნდა გავაკეთოთ სათამაშო ბიზნესიო. თქვენ აი მოსახლეობა ელემენტარულად ტელევიზია არ არის, რომ კარგად გააცნობიერონ იაპონიის ხელისუფლებამ რა განცხადება გააკეთა. იაპონიის ხელისუფლებამ განცხადება გააკეთა, რომ თამაშებში, რა ქვია,
კომპიუტერულ თამაშებში არის, ხო, აზარტული თამაშები რო არის, რომ იაპონელებს არ ქონდეთ სტომა, მოქალაქეებს არ ქონდეთ სტომა. თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორ იცავენ თავის თავს. თავის ქვეყანაში არ აქვს ეს სათამაშო ბიზნესი. არის ძალიან ბევრ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი, არ არის თურქეთში, არ არის აზერბაიჯანში, არ არის არ არის ბევრგან, მაგრამ არ არის რუსეთში. მაგრამ მე არ არის ამერიკაში, ერთ ქალაქშია მარტო, მაგრამ არის ძალიან ბევრ რამდენიმე იმაში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს საშუალება. ერთხელ ბიძინა ვანიშვილმა თქვა და ვიფიქრე, რომ დამთავრდა ეს ქვეყანა თქო, რომ ჩვენ ვაგზავნოთ აქ ეს კაზინოები, ჩვენი ბიუჯეტი არ შესრულდებაო. ნუ წარმოგიდგენთ, კაზინოები თუ ბიუჯეტი თქვენ საუბრობდით, როგორი და შემოსული ფული ხალხმა გამოგზავნა ფული და კაზინოები და ბევრი ასეთი რამ. ნუ რა ვიცი ხა, როდესაც ასეთი რამეები არის და აი ასეთი რაღაცა ხდება, აი ამ ტელევიზიას მე რა ამიტომ ვამბობ, რომ მივეხმაროთ, დაუდგეთ გვერდით იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ქალბატონი მედია ამ განწყობით მოვიდა და ამბობს, რომ ესე იგი რაღაცა უცებ თვითონ აქვს მე გამოცდილება ამ კუთხით მუშაობის და ძალიან საინტერესო ადამიანებიც ესე იგი მოიწვია და რაღაცა და ამ შემდგომ, მაგრამ ვაჟაფშაველა რასაც ამბობდა ამ ტელევიზიის ფუნქცია უნდა იყოს ეს. ვაჟაფშაველა ამბობდა, რომ პოლიტიკისთვის ყველაზე კარგია თვალებ ახილებული ხალხი. აი თვალებ ახილებული ხალხი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის, აი რაც თქვენ თქვით, სწორია, რომ ყველა უნდა გამოსულიყო და უნდა ეთქვა, რომ კი მაგრამ რაღაცა 300 ლარს ამადლით ამ ხალხს. და ესენა თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ესე იგი მუსიკის პედაგოგს აქვს რაღაცა. ხო, რაღაცა წარმოუდგენთ. მუსიკა ხო არ არის ყველა. რა თქმა უნდა, კაცურე, საშინელება არ ვარ. მუსიკა ხო კიდე ასმაგათ. მაგრამ აი კოხოძე არის ეს პიროვნება, რომელიც მე ვიცნობ ის ოჯახს, მამამისი ძალიან იმაში საირმეში ძალიან კარგი მამა და ესენი, მაგრამ ნუ ეს კაცი რაღაც ფული იშოვა და გონია რომ ყველაფრის ის უნდა გახდეს და რეალურად არის რაიონში რო ჩახვალ 5-6 კაცს რო დაელაპარაკები, წესიერ კაცს გეუნებიან ვის ხელშია ეს რა გამგებელი და რის პროკურორი და რის პოლიციის უსუბროს და რის მოსამართლე არის ეს 5-6 კაცი ფულიანი ფეოდალი, რომელიც ნიშნავს პოლიციის უფროსსაც, პროკურორსაც, სასამართლოს თავმჯდომარესაც, გამგებელსაც, ყველა. ეს გვინდა ხალხო, ნუ ამას მე ყველას მიმართავ და ვეუბნები, მაგრამ სასაული რამე თქვა გუშინ ამ კოხოძემ. და დიდი მადლობა იმ ხალხს უგამომიგზავნეს და მენდობით და მეუბნებით, რომ რაღაცაო ბატონო თემურო თქვენ გეთქვითო და თქვითო და მე დავპირდით წუხელ გადაცემაში, რომ ამას მომემზადები შევხვდები იმ ხალხს, შეიძლება საირმეში ჩავიდე, შევხვდე დავილაპარაკო და გამოვალ და მე ვიტყვია, მაგრამ მე აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია ეს კონცეფცია, რომელსაც სახელმწიფო აკეთებს და სამონადირეო ბიზნესი და მთელი ეს ალპური ზონა, იმისი სამეგრელოსი, გურიის და იმერეთის ალპური, რომელსაც აი საძოვრები იყო, აი ესენი ეკეთება. ნუ ეხლა რისთვისაც არ მომიზა. ეს არის სისხლის სამართალი. გეთახმები და დაიჭირეს, იცი როგორი ხალხი იქ ეხლა მე ხო იცით რომ იმ საირმეში ვიცნობდი ამ ხალხს, ამ თარში ავსული. ეს ხალხი ვინც იცავდა, ვინც პატრონობდა, ვინც შეინარჩუნა ყველაფერი და შემდგომ დაიჭირეს ზოგიერთი მიტაცებული გაქვს მიცაო 1900 წლიდან ცხოვრობს ოჯახი. გიზიგი 50-60 წელია, მადლობა უთხარი, ცნობილი გვარებია, ცნობილი ადამიანები არიან, გუშინ ვამბობდით რომ ერთი მიგზავნი და თაფს. ყოველ იმაზე იქედან 20 ლიტრა თაფს მიგზავნი და მე როგორც გუბერნატორს და ამას უგზავნიდი თიაც 5 კილოგრამს, მეორე თიაც, მესამე თიაც და ერთ საშერც ამიღია და ის კაც ჩამოვიდა ერთხელ და მე თქვენ გამოგიგზავნეთ მე ვთხარი თეატრის გარეშე და სასაული პიროვნება იყო. აი ესენ ამოდი იჭერენ. ამ ხაზ რომელსაც ეს განწყობა აქვს, ამათ იჭერენ რა სასაული რამე თქო თვითონ ამ კოხოძემ და აი ამის მერე მინდა მოგმართო თქვენო ბატონებო როგორ ფიქრობთო 4 მილიონი ჯდებაო ხელისუფლების შენახვა ბაღდადშიო. სულ 14000 კაცი ცხოვრობს. წარმოგიდგენიათ დაახლოებით ერთ მოქალაქეს ბაღდადში პატარა ბავშვსაც კი 300-400 ლარი უჯდება იმის ხელისუფლების შენახვა წლისგანვე ერთ მოქალაქეს. ეს სოფლიოში რომ აიღო, რომ ნახო მსგავსი რამ, ეს წარმოუდგენელია, ხო? და აბო, საიდან მოხდება ეს გადახტავა ამ ფულისო? იმაზე ფიქრობს იმ ხელისუფლების და გამგებელი იცავდა კბილებით, რომ აბაო როგორო კოხოძე უკეთეს ბიჭო, ვეუბნები ყველას 100 მილიონი რო იშოვა და გაღლიტა ეს ხალხი და 2 მილიონს ოდახარჯავს. იმას რო ეძახით მეცენატს, ის მეცენატი კი არ არის ჯიბგირი. 100 მილიონი მოპარა ხალხს, გააპარტახა ხალხი 2 მილიონს აბრუნებს და ამას ეძახიან საქართველოში მეცენატს. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. მე ვამბობ იმას, რომ
ფულით მოპოვებული ავტორიტეტი ანგრევს ქვეყანას, ესაა რეალობა დღეს, მაგრამ ინტელექტით მოპოვებული ავტორიტეტი და ფული ეს აღშენებს ქვეყანას. ინტელექტით საქართველოში ფული არ უშოვია არავის. პრაქტიკულად ვისაც დიდი ფული აქვს. ვის ეს დიდი ფული აქვს? არა ხა პატარა და ისინი, ნუ ეხა ესეთ შეიძლება უამრავია და იმათ ვინუშვებს, რომ რამე გააკეთოს და არა და ამ ფულიანებმა ჩაიგდეს და ეს ხალხი როგორ დაგვიმონეს, კაცო და რაღაცეზე. მე ხლა ეს ისინი გავაკეთე, იმიტომ რომ ძალიან მაღელვებს მაფიქრებს და ყოველთვის ესე იგი თქვენთან საუბარი ბატონო ბესიკა არის მნიშვნელოვანი. რავით შეიძლება ჩვენ ვწდებით ამ შეფასებებში. ძალიან თქვენ როგორ მოგესალმებით, წერა ფსიქოლოგია ახსენე და განწყობი დავუწყო. ანუ განწყობა რა არის უახსნა? როდესაც ადამიანი განეცოდება ერთ ჭიქაზე და მაგიდაზე ორია, მეორე აღარ აინტერესებს. რაც გინდა კარგი უთხრათ და მით უმეტეს თუ ტელევიზია, პროპაგანდა და პოლიტიკოსები ის მეორეს აღარ უყურებთ და გონია რომ ეს არის საშინელება და პირიქით. იგივე შეიძლება ამაზე განაცხადოს. ჩვენი საზოგადოება ამ განწყობებას მიეჩვია, ხო? იმიტომ რომ იცოდით საბჭოთა კავშირი იყო და იქით რუსები, იქით ამერიკა. ორი განწყობა ქონდა, აქ არ იყო ცუდ ვიღაცისთვის აქ იყო და მეორესთვის იქ იყო. მაგრამ ის რომ სახელმწიფოა მთავარი, ეს ძალიან ცოტა ადამიანები იყო. აქედან გამომდინარე ეს განწყობა მოყვა, როგორც ხედავთ ახლა ორი პოლიტიკურ შიზოფრენიულ მდგომარეობაში ვარ. ნაწილს უნდა მეორის განადგურება, რომ გონია რომ ის არ იქნებიან ევროპაში შევარდა, ბედნიერი ორივეს იქ უნდა, ხო? და ეს არის იმედი. აი ეს უკვე გინდათ რუსეთი ავდო. ეს უკვე ეს პათოლოგია. იმიტომ რომ შესულა კი არ არის ადამიანის განვითარების მნიშვნელოვანი ბედნიერება, არამედ პიროვნების განვითარება. პიროვნების განვითარება ქმნის ბედნიერებას, თორე საკითხი იყავი და სახელმწიფოში ორიენტირებული. შენ სოფელზე ესენი სახელმწიფოზე რო გაქვს აქცენტი, ხო? შეხედეთ ეგეთი რამეები ჩვენთან არ ხდება, არც ერთ პარტიაში არ მევა. ეხლა თქვენ რა დაწერეს ეს ჭამა და უფლები, ძაღლებსაც აუთხეთ, ძაღლებსაც აჭირვენ, ასმევენ, თელი ეს აქ არ არის სახელმწიფოსთვის თავად, ხო? იმ ქვეყნისთვის, რომელიც დაპყრობილია და ხმარ უნდა მოიგოს, იმისთვის კი უნდა აჭამო, ასვა მეტი არაფერი. მაგრამ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს პრეტენზია და მემკვიდრეობა, როგორ თქვა ჩვენ გვაქვს, იმისთვის მთავარი არის პიროვნება, იდენტიფიცირება, მოახდინოს გმირად, გმირად უნდა გამოზარდოს. უნდა გამოზარდოს დიდმეცნიერად, ხო? ვეკუადდა და მოიყვანოს ხელისუფლებაში. სამინისტროში თანამდებობებზე ოღონდ პოლიტიკური ლიფტის გარეშე. აი ეს სხვადასხვა სტალინი და როდესაც განავითარა საზოგადოება და 27 წლიდან სტალინი ამას იწყებს ამ რეფორმას თუ მადრე სუსვამდნენ კომუნისტურ დამთავრებულში პიროვნებებს აი მეცნიერებათა აკადემია თესეუს ყველა რექტორის ხრიტავს ვისაც პაგონები ჰქონდა რუსეთში გარბოდა ანუ რა გააკეთა სტალინმა აჩვენა რომ იცი რა გაქცევა კი არის თავი სხვა ქვეყნიდან პაგონები აიღო და იქიდან ჩამოხვიდა და მე ხალხს მოაჭრდა და შენ ჩუაზე მართო არამედ პიროვნული განვითარება და ვინ დააყენა ვეკუა საერთო პოლიტიკაში ხელის არ ქონდა ხო განათლების სისტემაში ვინ მოიყვანა კეცხოველი ნიკო კეცხო თესეუს რექტორად კაცი რომელიც რუსეთის იმპერიას ებრძოდა და უყურეთ რა გააკეთა მნიშვნელო მიხვდა რომ თავარი სახელმწიფოთვის არის ადამიანი რომელიც იდენტიფიცირდა პიროვნება და არა რაღაცა პაგონები აიღო ხო თქვენ რასაც ბრძანეთ ეს ადამიანები სულ ერთი პარტიიდან მეორეში მიდიან თავისშვილები ვიყავთ და არა ის რომ ვერცეთი ხელისუფლება ვერ მოვიდა რომელიც პარტიული ნიშანს გაწევს და პიროვნებას წამოწევს ჩვენი ფეხბურთი თუ არის ამ ბიჭების დამსახურება და არა ფედერაციის მოდი თქვა უამრავი კორუფცია უამრავი ადამიანი ფუჭდება იმ პოლიტიკოსების შვილები და ნახეთ თუ გინდათ გეტყვენ სათამოს ანუ თავარი ამოცანა არის სწორედ იდენტიფიცირება იჭი ადამიანების მოყვანა და დასმა რომ აკეთონ მათ თავის საქმე თუმცა მე ამათი მართვა უნდა შეგეძლოს ხო იმიტომ ჭკვიანი უნდა იყოს მეტი უნდა იცოდე იმაზე მოусვინო და არა ისე რომ დიქტე იძებიან და რაღაც ის რა დიქტე იძებიან რა დროს ბრძოლა თვითონ ევროპა კაციშვილმა არის ერთიც ევროპაში უნდა შეცვალოს დიქტე იძებიან და მეორეც იგარგის მეორეც ისინი გარგია რომ იქიდან მოდით აქ შემოდით აქ თქვენ დავაყარეთ დემოკრატია აი ეს უბრალოდ სასაცილოა რა ეს სასაცილო არავინ არ ფიქრობს მოდი ხალხო დავეთ პროგრამა განავიტანოთ რატო იმიტომ რომ ჯერ ერთი ეხლა რომ ერთმა პარტიამ და მეორემოს რო თქვას რომ პროგრამები და რაღაცები გადაერთონ
ხალხი არ დაუჭირებს, ისე განაწყვეს. და ილაპარაკო ის უნდა მიეწოდონ რასაც აწვდიან. იგივე იმ განწყობის თეორიიდან სწორედ ეგ არის. უკვე ის არის 13 წელიდან თქვენ ეხუნებით 10, 15, 12 წელი ამ მოცემულობაში ყოფთ ეს ხალხი. twins ეგრე უცებ ვერ გადაართქმევინეთ. გინდაც იყოს ოქრო ვერ დაინახავ. არ არსებობს უზნაძე მაგას იძახი ზუსტად იმას აღიქვა. რატო აღიქვას დროხა ფოთოლს კატარძეს, ხო? იმიტომ ის განწყობილია. განწყობილია და ეს ჩვენ ამ განწყობებაში უნდა შევცვალოთ ეს თემებია. ხო, ეხლა რაც შეეხება მოცემულობას თქვენ ხედავთ ხო? ტრამპი რომელიც გამოდის ძალიან კარგად ეუნება ირანის ხელმძღვანელობამ რომელიც ხალხი მიიყვანა ამ დონეზე და არ განავითარა. შესაბამისად ის უნდა არ ვთქვი რომ გადადიქიო, მაგრამ არ არის სწორი, ხო? მოდი ხა ჩვენ ხელისუფლებას იმოს კი ბატონო, მშვიდობა არის, რა თქმა უნდა არის. მაგრამ ძალიან დიდი საფრთხე ეწევიან ქალბატონმა ახსენა. ყველა შემოდის აზია-ევროპის კარები გახსნილია, ხო, ეს ძალიან დიდი მოცემულობის ტვირთია საუბარი, რომლის ჩვენ არც მუშები ყავს. არც ზღოლები ყავს, არც მანქანები, არაფერი არ ყავს. ამას მთელი გზების ინფრასტრუქტურის აღდგენას თუ ჩვენ ვერ უზრუნველყვეთ შესაბამისი სპეციალისტები, ამას უყვება ჩინური, აგე ყაზახურმა უკვე ინვესტიციების შემოვიდა და მანქანების ბიზნესი აიღეს. აქ ჩვენ ვერ არ ვართ მზად ამისთვის, ხო? ჩვენი განათლების სისტემა არ ამზადებს პიროვნებებს, ძლიერ პიროვნებებს, მოდი თქვა. განათლების სისტემას რა უნდა მისცეს? ინფორმაციას აწვდის საშინელ ბავშვებს. არ არის საჭირო ამდენი ინფორმაცია, ყოველგვარი დასკვნის გარშე. არ შეიძლება ინგლისური მესამე კლასამდე. ამას უზნაძე და ვიგოცკიმ კაცრად აკრიტიკებენ, საბჭოთა კავშირმაც კი ვერ გაბედა. მესამე კლასიდან იყო უცხოენა თუ გახსოვთ რუსული. ეს არის დაანგრევა ფსიქიკის ვიგოცკის ამას ნაშრომები აქვს პირდაპირ. უზნაძეს ის პირო ყოფილიყო ამას შეებრძოლოდა სერიოზულად, ხო? რაც შეეხება აღზრდის სისტემა რა ვძით, რა უნარები უნდა გქონდეს ჩვენ არ ვიცით ამას. ეს ბავშვები არ არიან მზად, ერთმანეთს რუსმალით ჩაჭოდა ალიციან და 100 მეტრაზე ვერ ირგნენ, ხო? არავითარი უნარები არ აქვს, სასიცოცხლო უნარები არ აქვს. ამ დროს ჩინელი შეხედეთ, სუცკია ვიძახი, ჩინელი რუსების როგორ დაგუგეთ, თურქების როგორი სისტემებში არიან. თანამედროვე განვითარების არიან მზად. ამიტომ შესაბამით რეალობაში რომ მოხდებიან იგივე სმა, ფრუსტრაცია და იწყება მერე წამალი 100,000 მეტადონების პროგრამა ამ ადამიანისთვის პერსპექტივები არ არსებობს. ძალიან კარგი ზოგიერთს შეეცვლა ხო რაღაცა, მაგრამ ესენი არავინ არ ამუშავებს, იმიტომ რომ ორი დოკუმენტს ითხოვს სამუშაოზე რა. ერთი რომ ასამართლებ და მეორე ნარკომანი არ ხარ. ვეცად ვერ იმუშავებ. არავითარი დაბლოკილები, არავითარი განვითარების პროგრამა ამათარებს. ამას კიდე მიემატებენ, იმიტომ რომ ესენი იძულებული არიან მე კიდე ამის გარეშეა სქელური სისტემები, ხო? ხო, ამდენად სახელმწიფოს რაც თავი არის, არ აქვს სამეცნიერო ინსტიტუტი. აი 5 წელია წერო, თქვენ მარტო პოლიტიკოსები ვერ შეძლებთ ამ აზია-ევროპის დამაკავშირებელი გზის დაჭერას, ვერ შეძლებენ და ვერ დაიჭერენ. იქ უნდა ჩართო ისტორიკოსები, ფსიქოლოგები, ფილოსოფები, გეოპოლიტიკა, ეს ინსტიტუტები დანგრეული. ეხლა არის შესაძლებელი თუ სრულად აღადგინონ და ესენი ჩართონ საქმეში. აი რა მაგათი საქმე LGBT-ს თემა, რა მაგათი საქმე ისტორიული ნაწილები არსებობს სამების ინსტიტუტები, ხო და ეს შეკავო იყო ყველაფერში, ხო? ეპიდემია რა შენი საქმეა და ხედავთ, სულ ესენერია რა ყველაფერი ამათიც. ამიტომ მეტი სამეცნიერო საზოგადოება ჩაერთოს ტელევიზიებით, ვიცით, აქ ეს არ არის თავისუფალი ტელევიზია, ყველა ტელევიზია ფული დგას უკან და ჟურნალისტებს ვითომ მეხუთე თავის რა თავისუფლებაზეა საუბარი. თულებს ახლა თქვენ ამიტომ მეტნაკლებად უნდა მისცეთ გასაკანიო ერთმა ტელევიზიამ მეორე პარტიაზეც ილაპარაკოს, რაც არის კარგი ვილაპარაკოთ, ხო? და ეს უნდა შევცვალოთ, რომ ორი ჭიქა არის, ხო? ამას კარგი წარწერა აქვს, ისე ვიძახი, კარგი რაღაცას იძახის მეორმა, რა აქვს ამათ? მოდი თქვა, რას ქმნიან, ვერცაც ვერ ვფიქრობ. ესენი უკვე ატროფირებული არიან. 12 წელს განმავლობაში ერთმანეთს დაპირისპირდით შედეგად. უნარები აღარ აქვს. ვეღარ რომ მოიდონო კიდე ვარ, ვერ განათლების პროგრამას დაწერე, მე ჯერ დამცვი, ვერაფერს. ხო, ამიტომ ფაქტია, რომ რეალურად გება ამცანა ახალი ისეთი პარტიის თუ საზოგადოების შექმნა, რომელიც აპოლიტიკური იქნება. ახლა ხო, ფიზიკის ინსტიტუტად რო დავნიშნოთ, რატო უნდა იყოს პოლიტიკოსი? თუ მე რა გამოდის ისინი ერთ პარტიას დროშებიან, თუ რა ის არის. გადადიან მეორე პარტიიდან, რატო? თანამდებობისთვის, მაგრამ რო იქნება დაწესებული რომ
პარტიული ის კი არა რომ ტაში დაუკრა და თვალებში შეცვლიდეს არამედ რა იცი ამ საქმეში კონკრეტულად ამ საქმეში რა იცი მაგალითად ამ ტრანსნაციონალურ ბიზნესზე ხო ეკონომიკის დეპარტამენტს რომ მართავ ხო უნდა იცოდე რა არის ასისტენტები ხო და თუ დაგწევ და ჩუმაციყო და გაჭირო ანუ პრობლემა არის ამაში რომ ეს პოლიტიკური ლიფტი დაკომპლექტება აგრეთვე ნეპოტიზმი დაკომპლექტება და კორუფციით რას გვეუბნებიან ევროპელები აი ეს სქემა რას აკეთებდა დავით აღმაშენებელი გიორგი წინვალე პეტრე პირველი არ ვისაც მოხდა თავადები რომელიც მუდმივად იჯდნენ მოხსნას შეუვალობა ეუბნებიან იბრძოლებ შეინარჩუნე იქნები თავადი მუდმივად ვეღარ იქნები რა ცოცხალი უნდა იყო რაღაცა გააკეთო ხო ამიტომ შესაბამისად მე თამარი დროს აი ასლანოს გადატრიალობა რომ მოხდა ვინ იყვნენ ესენი იყვნენ რომელიც შემდგომ ხელისუფლებაში შემოვიდა აიღეს ძალაუფლება ხო ამიტომ დღესაც უამრავი ადამიანია რომელსაც ფულები ისინი განაგებენ მოდი ესე ვთქვათ რა ისინი არ მისცემენ საშუალებას სცენაზე შემოვიდეს სხვა ძალები თუმცა თუ ჭკვიანები არიან იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა დაინახოს რომ ხვალ აღარაფერი დარჩება არც მათი შვილებისგან არც მათი ბიზნესის ძალიან დიდ ინტეგრირების სისტემაზეა საუბარი იცით ხო ახლა ვინც ნახა ბოლოს თვითმფრინავი როგორ დაფრინავს ორი პატარა წერტილია დარჩენილი გარშემო სულ ომებია და აქ ახლა ეს ნაკადი რომ მოაწვება რამხელა დიდი დატვირთვა იქნება არც ერთი ბიზნესმენი დღეს არ პასუხობს ამას ვინც ფულები გონია და შეინარჩუნებენ ორ თვეში ამ ესენი ისე გაიზრდებიან ამიტომ უნდა იფიქრონ რომ მოიყვანონ ნორმალური პოლიტიკური ძალები მოიყვანონ ნორმალური ხალხი ხელისუფლებაში თუ არა აი ხო გეუბნები და ესენი მიგახაჩენ ხო რა თქმა უნდა განათლებული აპოლიტიკური საწყისი უნდა იყოს აპოლიტიკური ის კი არა რომ ერთი პარტიიდან კოალიციური მთავრობა ამაზე ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გადაძურა და გამოვიდა ხო ძალიან მაგარი შეიძლება ადამიანის ბიოგრაფიაში იყოს რომ ერთ პარტიაში იყო მეორე პარტიაში მაგრამ აქ ისმის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ანიქ რა გააკეთა ანაკ რას აკეთებს თორე ის დაუშვათ რომ იქაც იყო როცა იქაც უვარგისი იყავი და აქაც უვარგისი ხარ ესაა პრობლემა აი პავლე როდესაც ხო დევნიდე ხო მოციქულებს დევნიდა ქრისტიანებს დევნიდა მაგრამ შემდგომ გადავიდა და რას იძახდა ყოველ შექმნით ის კი არა რომ იქით კი აკრიტიკებდა იძახდა რომ მე დევნიდი ღირსი არ ვარ ანუ თუ იმ პარტიაში იყავ იქიდან უნდა დაიწყო მე ამ პარტიაში ვიყავ ეს დავაფუჭე და ეს დავაკეთე ის კი არა რომ თქვენ ცუდები ხართ თქვენ ცუდები ხართ იქ გადავა მე ესენი არიან აი ამაზე იხიბლება ხალხი თავი თემა ეს არის რომ ხალხი იხიბლება ამ იმაზე და ურჩევნია რეალობას ურჩევნია ტყუილი ეგეა რა იმიტომ არა სიმართლეს თბილი ტყუილი ძალიან რთულია და ნევროზით გომატება როდესაც მოდიან ხო რაღაც პაციენტთან რაღაც ურთიერთობა თავი განკურნების არის ის უნდა უყურო შენ პრობლემას მამარდაშვილი ამას იძახის რომ უნდა უყურო ჩვენ ამ ნაგავში როწყო უნდა უყურო და უნდა ამოაღებინო ანუ შეგვიძლია საცალვართ აი ეს არის ერთადერთი საშუალო თუ ჩვენ ის პარტია მიშლის რომ ამ ნაგავში ვარ და ეს პარტია მიშლის რომ ამ ნაგავში ვარ და აი ევროპა გვიშლის რუსეთი თურმე რომ ჩვენ ამ ნაგავში ვარ და გვერდზე აი თავს ვიტყუოთ ეს არის მუდმივი ნევროზი მუდმივად ვიქნებით მიზაჯული როცა აი ამ ირანზე კიდე აი თემა ჩიტიროაზეც რა და აქამდე ჩიცამბრალებს და არ ხავს და თავის თავს იჯეჭვებს აი ესე ვიჯეჭვებთ ჩვენ თავს იმიტომ რომ პრობლემებს არ ვუყურებთ სახშიც იგივე თემებია და ვიტყუები და სხვა ზოგადად სახელმწიფოში იგივე თემებია და ყველგან აი როგორი განვითარება მიცა ბატონო ვახში და აი ორი პიროვნება გამოვიდა ხლამ ნაწილში ორთავენი არიან იმ საზოგადოებრივ პარლამენტში დასახელებული ხალხის მიერ აი ჩვენ აქედანვე ხო ხედავთ როგორი საინტერესო ადამიანები არიან იქ და აი რაც ბატონმა ბესიკმა ბოლოში თქვა დიმიტრი უზნაძე ეს მართლაც გენიალური პიროვნება და მე ბატონ ბესიკსაც ვეუბნებოდი ამ რამდენიმე ხნის წინ და აი მაგთა ჩემთვის გახდა დიდი აღმოჩენა რომ როდესაც განათლების საერთაშორისო ცენტრში ჩავედი და ვიკითხე იქ რომ მე მინდა რეფორმები გავაკეთო მეთქი განათლების ეს 93 წელია ქალაქის მერი რო გავხდი და მინდა რეფორმები გავაკეთო და ამიტომ მინდა ვისწავლო თქვენგან და მსოფლიოს თელი გამოცდილება ქონდა სიცილია აუტდათ იქ და თქვენსო ჩვენ გვინდა თელი მსოფლიო გადავიდეს დიმიტრი უზნაძის განათლების სისტემაზეო და თქვენო აქ რა გინდა თუ
მაგრამ იმას რაც ჰქონდა გაკეთებული პირველი სარეფორმო პროგრამა, ანუ პირველი ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოს განათლების რეფორმა დაწერა დიმიტრი უზნაძემ. და ეს საქართველოში ბევრმა ვინმემ არ იცოდა. მერე ჩვენ ერთ პიროვნებას იქ გთხოვეთ, რომ დისერტაცია დაეცვა სადოქტორო. და როცა დავესწარი ამ სადოქტოროს დაცვას და მოვისმინე დიმიტრი უზნაძის განათლების სისტემა რეფორმა როგორი იყო, მაშინ მივხვდი რომ ესე იგი რას დავსდებ ჩვენ ფინურს და ბევრ სხვა რამეს და დიმიტრი უზნაძე აქ არის. უნიკალური გამოთქმა მისი. გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ რომ ღარიბად ცხოვრობდო. გლახები და მონები რომ ვართ იმიტომ ცხოვრობთ ღარიბადო. აი წარმოგიდგენიათ ეხლა როგორ აი ვითომ არაფერი სიტყვების თამაში კი არ არის. უდიდესი ფილოსოფიაა ამაში ჩადებული რა. ეს დავამატებ არა მარტო საქართველოს, თენა და ამიერკავკასიის განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობ. დიახ. ეს არ არის ცნობილი, აი წარმოვიდგინეთ. აი ხო ხედავთ. ამიერკავკასიის დონეზე ხელმძღვანელობდა და მერე თელ საბჭოთა კავშირსაც მისი ფსიქოლოგია თელ საბჭოთა კავშირს ფარავდა და არაცნობია ეს არ უშვება. აი დღეს თუ ქალში კაცია და ეს არაცნობილი თემა ამას კრძალავდა და სანამ უზნაძის თეორია იყო ეროვნული კონცეფციაც იყო კარგად, ეროვნული ცნობილი. გეთახმებიდი. მენტალური აგერ ხო ყავდა მერე. აგერ ხო ყავდა მერე ეს კაცია რა, ბესიკ ბატონო და. აი ჩვენ ერთად ხო ჩავწერეთ, რომ არსებობს სამი წიგნი, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველისთვის, ეს არის ბიბლია, ეს არის ქართლის ცხოვრება, ეს არის ვეფხისტყაოსანი. და რომ არსებობს 4 რამ, რომელიც ფილოსოფიური სკოლა ჩვენი იყო და ამას იოანე პეტრიძის ვინც გნებავთ ის და არ ფილოსოფიური სკოლა იყო უგამურჩეულესი იოანე პეტრიცით შეიძლება ასე მოვნახოთ ისევე იყო ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური სკოლა მთელი ევროპა სწავლობდა ბევრ რამეს ნიკო ნიკოლაძისგან ამას ემატება დიმიტრი უზნაძის ეს ვებერთელა გამოცდილება მთელ მსოფლიოში რომ ასეთი აღიარება აქვს და ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეოლოგია ეს 7 რამე შეკარი ამას დაამატე ის რომ მიწა წყალი ხაერი სითბო გვაქვს უნიკალური ბუნებრივი რესურსები, ადამიანური რესურსები, ინტელექტუალური რესურსები და გეოგრაფიული რესურსი. ეს არის უნიკალური ამ ქვეყანას როგორ შეიძლება და ძალიან გამიხარდა რომ აი შეხვედრა რო იყო ეკონომიკურ მედია დამეთანხმება რომ აი მეორე ჯერ ერთი ნახეთ აი ჩვენი ჟურნალისტების და იმათი ის როგორ არის. ესწრებოდა ამ შეკრებას ჩვენ რომ აი ეს წიგნი რომ გამოვიდა და პრეზენტაცია შედგა საქართველოს ინტეგრალური რესურსები ისე მოვიწვიეთ როგორ განათლებული კაცი მოვიწვიეთ ბატონი ნუგზარ რუხაძე რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამერიკაში და სხვაგან მუშაობის და რომ მოვიდრო დამთავრდა ეს თქვა ეს რა სამოვედიო ეს სასაული რამეები გაქვთ თქვენ ესეთი ამას როგორ შეიძლება ასო დაჯდა კაცი მეორე დღეს სამშაბათს ეს შედგა და ხუთშაბათს უკვე ინგლისურ ენოვან გაზეთში დაიბეჭდა მასალა. არც ერთი ტელევიზია არ მოვიდა, არც ერთი ხელისუფალი არ მოვიდა, არც ერთი სააგენტო არ მოვიდა, არც ერთი გაზეთი არ მოვიდა. ამ სოფლიოში აღიარებულმა ჟურნალისტმა ეს მთელ სოფლიოს მიცა უკვე. ეს ისა, მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის, რით დაიწყო? ეს მინდოდა აი დავიმოწმო ქალბატონი მედიაგი, რომ დაიწყო იმით, რომ მეო პირველად მოვისმინეო შეკრებაზეო და ეს არისო ძალიან მნიშვნელოვანი რომ საქართველოს მდიდარი ქვეყანაა. სულ ტირი ვართო, სულ წუხ ვართო რაღაცა და აი მეცნიერებს დიდი მადლობაო რომ მეცნიერებმა თქვეს საქართველოს მდიდარი ქვეყანაა. ჩვენ რა გვაქვს? ბესიკ ბატონო და აგერ ბატონი ბაღში დამეთანხმება. ჩვენი ფორმულა რა იყო? საბედნიეროდ ვართ მდიდარი ქვეყანა და უბედურება არის ის რომ ცხოვრობთ ღარიბად რა. აი ბოდიში თქვენად ძალად ეს არის ზუსტად იმის დამტკიცება. სახელმწიფოს პიროვნები განწყობილი არიან არა სახელმწიფოში არსებული რომ სახელმწიფო გააკეთილშობილ უნდა განავითარო ანუ მათი აზროვნება არის ხიბლში შიზოიდური მდგომარეობა როცა ებძვი ევროპას და ისრაელი მთავრობი ევროპა უნდა შეცვალო და მეორე ნაწილი თი დემოკრატია აი როდესაც ეს ნოეჟორდანია გააქვდა ერთ-ერთი პოლიტიკოსი წერენ ქუთაისში რომ გარბიანო დაიძახიანო ქუთაისში რომ ნახეო ჩავართ ეხლა და ევროპაში ნახე რასოს ამერიკიდან რუსეთს ესია იქ უნდა დაამარცხონ და ეს შენი არაფერი არ აჭერთ ეს შეზოიდური მდგომარეობა არც ერთი პარტია ერთი და მეორეს არ არიან კარგად ისინი არ არიან ორიენტირებული სახელმწიფო არ უყურებენ მეცნიერებს ხალხს მათთვის აი ეგ არის განწყობა იქით არიან განწყობა ეგ არის არ ვიცი ხა რამდენად სწორია ჩემი მიდგომა მაგრამ ეს ევროპის აღქმაც ევროპა დღეს არ არის გადამწყვეტი მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკაში რა ევროპა რა თავისთავად გაჭირება იმ ევროპას ეხლა მithumet ეხლა მთელი აქცენტი არის ჩინეთი რუსეთი და ამერიკა ევროპა რას წყვეტს ეხლა ისეც რომ არიქა თუ ნატოში და ევროკავშირში არ მიდუღეს დავიდუღეთ
ჩვენ ევროპა გვინდა ევროპული წესრიგის დასამყარებლად ევროპული ჩვენ ევროპულ სიბინძურეს გვაჭერიან და ამ დროს იქ სულ სხვა ღირებულებებია და პირველ რიგში თუ ნებას მომცემთ პირველ რიგში მეცნიერებისადმი დამოკიდებულება არც ევროპაში და სხვათა შორის ახლა ჩინეთიც და შეერთებული შტატებიც მეცნიერული კარგად გათვლების გარეშე არც ერთ პროექტს ხელს არ კიდებენ. მეცნიერება არის საფუძველი სახელმწიფოს განვითარების. ჩვენ ახლა ერთი რაღაცა წავიკითხე ვიღაც ცნობილ კაცს აქვს, ნათქვამი, აი როცა წესიერი მორალური ადამიანი და ამორალური და გაფუჭებული ადამიანია, როცა ესენი ერთმანეთს დაეჯახებიან, რა თქმა უნდა, იმას უპირატესობა აქვს. იმიტომ რომ ის უწესო ამას ღებულობს როგორც უწესოს და ისე ებძვის. ეს წესიერი კიდე იმან ფიქრობს, რომ ის წესი არისო და იმას რა თქმა უნდა ის აგებს. აი ისე ახლა ჩვენც ვაგებთ. ჩვენ ვამბობთ რომ აი რაღაცა გვესმის ხო მეცნიერების და ჩვენ ვამბობთ რომ აი ასე უნდა იყოს. და იმას არ ესმის ამ ჩვენს თავრობას რა არის მეცნიერება. მთელი ამ 30 წლის მანძილზე როგორც კი იმან დაიწყო შევარდნაძე მაინც მეცნიერები რაღაცას ამბობდა მაინც თუმცა არ უსმენდა ალბათ და ის მიშან ჩარეცხა და ესენი ამას აგზელებენ არც ერთ მეცნიერულ აზრს ამათ ნამოქმედებში ჩვენ ვერ ვხედავთ და არ ვხედავთ იმიტომ რომ ამათ სხვა მენტალიტეტი აქვს ამათ უნდა ფული და გამდიდრება როცა იქ მილიარდებს საიღებენ იქ ბევრს მოღუნავენ ამიტომ არც სოფლის მეურნეობის განვითარება უნდათ არც განათლების განვითარება უნდათ აგროვებენ ამ ვალებს და ჩვენ ახლახან გავიგეთ კიდე რამდენია ბატონო თემურ 3 მილიარდ 300 მილიონი მარტო ისა თურმე ჯარიმები რომლებიც გადაგვახტევინეს და ესე იგი ვისი გამომუშავებულია ჯარიმები ამ ჯარიმების გადახდაშიც ისინი თავის წილს ღებულობენ ესე იგი ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ იმდენად უზნეო ხელისუფლება გვყავს ყველა იმაში რა ქვია მაგას დონეზე და უკვე საზოგადოებაშიც დამყარდა ასეთი აზრი რომ აი ვინც ფულს აკეთებს იმას დაუჭირო მხარი ჯობია იმისგან რაღაც ხეირს ვნახავ და ახლა თემურ შაშიაშვილისგან რა უნდა ნახო ესე იგი არც ერთ ბიზნესმენი ახლოს არ გაუკარებია როცა მერი იყო და გუბერნატორი იყო და ცდილობდა სისტემური მართვა ქონოდა მე ახლოს რა გამიკერა ვიცავდი მაგრამ ვეუბნებოდი რომ თქვენ არ უნდა იყიდოთ ჩემგან კეთილი განწყობა მე ამას კი არ უნდა ვყიდიდე არამედ უნდა ვიმუშაობდე ისე რომ თქვენ პრობლემები არ ქონდეთ ესენი ყიდულობენ ბიზნესმენები დღეს კეთილ განწყობებს და ამიტომ ამათ არ ქვია ბიზნესმენები ხო და გამოდის რომ ამიტომ თქვენ არც ბიზნესმენებში ხარდაჭერა ახლა ასე გამოდის ბატონო ჩემო და არც ესე იგი მასაში ჩვენ და ესე იგი რაღაცა ქონდა იმას ფილოსოფოს ჩვენი მამარდაშვილს თუ უზნაძე მამარდაშვილს ქონდა რაღაცა ასე რომ ესე იგი ეს უკვე დახურული სისტემა შეიქმნა სადაც ეს სიმართლე შიგნით ვერ აღწევს აი მე მაგალითად კი მაკრიტიკებენ ბევრს მაგრამ მე რატომ ამას ხაზგასმით რომ ვამბობ იმიტომ რომ ვიღაცამ ხომ დაუთხრას ამ ხალხს ის რაც ცუდია კარგად მიაჩნიათ ის რაც კარგია ცუდად მიაჩნიათ ამიტომ ვფიქრობ რომ ჩვენი მეცნიერების მთავარი ერთ-ერთი დანიშნულება უნდა იყოს ამ საზოგადოებაში სინათლის შეტანა და როცა ამდენი უზნეო ზევით ტივტივებს და შენ ამას აქებ და პირიქით როგორც იტყვიან აპრავებ მეცნიერები რომ არიან და განათლებული ხალხი აი მე იქ სადღაც ჩავიწერე ჩემთვის რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება ის არის რომ ინტელიგენცია ინტელიგენტი ხალხი აპრავებს აი ამათ უნამუსობას და ესე იგი უზნეობას და პირიქით ესე იგი ჩვენ გვებძვიან აი მე დღეს რატო ვთქვი ხალხო აი რაც თქვა ქალბატონმა მედეამ რაც თქვა ბატონმა ვაჟამ აი ეს ორი ადამიანი ძალიან ისე მკვეთრად გამოვიდნენ და აი კიდევ ერთხელ მინდა იმათ მივმართო რამე
არასწორად თქვენს და თუ ეს ყველაფერი სწორია, მაშინ როგორ უნდა დაუჭირო მე იმ ხალხს მხარი, რომელიც ამართლებს თავრობის ასეთ მოქმედებას. ესენი ხომ ანგრევენ და აი მე ვიღაცამ თქვა, ვაჟამ თქვა, მე მგონი ესე იგი შეთქმულება არის ერის წინააღმდეგო და რამდენი რაღაცები მოიტანა. შეთქმულება არის, აბა რა არის ეს? ესე იგი ეს ვიღაცას ხვები ავალებენ ამან და სიამოვნებით აკეთებენ, იმიტომ რომ თვითონ ამაში მოგებას ღებულობენ. და ამაზე არის ყველაფერი აგებული. ჩვენ ახლა რაც არ უნდა თეორიები დავამუშავოთ, რაც არ უნდა მეცნიერული ახსნა მივცეთ ამას. ელემენტარულად უბრალო ესენი არის ხარბი უზნევო უნამუსო საზოგადოება რომელიც აი ამ 30 წლის მანძილზე დაიხვეწა ბჭყალებში რა თქმა უნდა აი ამ უზნეობის კეთებაში როგორ გინდა ახლა ამაში ხელისუფლება წაართვა იმან იცის რომ ეს რო წაართვა შეიძლება ისიც წაართვან რაც მოიპარა ეგერ ახლა ის რა ქვია მინისტრის მოადგილე რო დაიჭირეს გვარი არ მახსოვს მიქაუტაძე რო დაიჭირეს რა ასეთებით არ არის სავსე ასეთი იმის მინისტრები და ნაკლები ეს ხომ პატარა პეშკაა კაცო ხო და ახლა უბრალოდ რაღაცა გადაუდგა წინ რაღაცა ვიღაცის კაცი იყო ეს ეთყობა ღარიბაშვილის იყო და იმიტომ უნდათ ახლა ეს უბრალოდ სირცხვილია აი ჩვენ დღეს აქ ამდენი რაღაცა ვთქვით რომ ამდენი საუკუნის ხალხი ვართ ასეთი დამწერლობა ასეთი ჩვენი ბიბლია და ჩვენი ვეფხისტყაოსანი და ნუ მეცნიერებაშიც ხო ვართ და ვიყავით ხო ვიყავით ასეთი ხალხის და ასეთი კულტურის მქონე ერი აი ასე ამოიდოს ფეხებში ერთმა პატარა ჯგუფმა უნამუსოებმა ეს არ არის სირცხვილი და ეს მაგალითად უბრალო კაც არ ესმის იმ ვისაც განათლება არ აქვს და თანაც ცდილობენ რომ ეს განათლება არ იყოს საერთოდ საქართველოში და ამიტომაც არის ის დანგრეული კარგად თქვა ბატონო ვახში იმ დღეს კაგაბაძემ არ იყავით კახაბერ კაგაბაძე საოცარი პიროვნება ერთი პიროვნებამ შექმნა კერძო მუზეუმი ქვეყანაში და მე მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელებს ვთხოვე და მივედით ეს ოქროღანაში ვნახეთ და ითქვა რომ ძალიან ბევრ ქვეყანას სახელმწიფო მუზეუმებს არ აქვს იმდენი რამ ამ ერთმა კაცმა შეაგროვა ეს კაცი გამოვიდა იმ როცა წიგნის პრეზენტაცია იყო და თქვას მხოლოდ ერთი წინადადება იმ ქვეყანაში რა იმედით ცხოვრობ თქვენო ჩვენ გვეუბნება სადაცო განათლება არის ფასიანია და მეტადონი არის უფასო ერთი რამ თქვა მარტო რა იმედი უნდა გქონდეთო თქვენო სადაც ეს უნიკალური სადაც განათლება არის ფასიანია და მეტადონი არის უფასო რეალური ეგა წარმოგიდგენი ახლა როგორი ის არის რა გადადით ხალხურ კონგრესზე თქვენ ძანდებოდით არ მასოს აფხაზეთიდან რომ იყო წარმომადგენელი ადამიანი პიროვნება არაჩვეულებრივი პროექტი წარადგინა ამ კავშირში სასწაული პიროვნებაა ალუ გამახარია წინვალე პიროვნებაა ალუ ხო წინვალე პიროვნებაა კაცო თქვენი კაცი ძალიან და ეს ისეთი პროექტია რომ ეს არის პირდაპირ ხიდი აი ამ ჩანგრეული აი ვისაც დღეს დიდი მეგობრობა აქვს აი სწორბრძანი მეგობრობა აქვს აფხაზებთან ჩამოყავს მოდიან მასთან და რაღაც დიდი ეს არის ალუ გამახარია და აი ასეთ ადამიანებზე უნდა შეიქმნას აი კაბინეტია დააგე ბატონ ბესიks მინდა მიმართო ჩვენ ხშირად გქონია საუბარი ამ ქვეყანაში იცით რა ხდება უნახავმა რა ნახაო ეს უნიკალური რაც დრო გადის მით უფრო მეტად ვწუნდები ამაში აინახეთ რა მოხდა არავითარი გზა არ გამოუვლია უცბად მოხდა მინისტრად და ეხლა გონია რომ ვაიმე აქ ერთი დღე ვიქნები ორი დღე ვიქნები და გაფავს და ესე იგი ან კიდევ მოვიდა თანამდებობაზე მაგალითად შევარდნაძემ უმძიმესი როლი შეასრულა სააკაშვილის ბიოგრაფიაში იმიტომ რომ სააკაშვილისგან შეიძლება დამდგარიყო ძალიან კარგი სახელმწიფო მოხელე რომ არ გაეფეტიშებია თავის დროზე და აი არ ეთქვა რომ აი ეს იქნება მომავალი პრეზიდენტი ეს იქნება ესენი ამან ეხლა ამ დღეებში ჩემთვის გახდა ცნობილი მინდა ეხლა რასაც გეუბნები ტყუილი იყოს ეხლა რატომ ჭირდება ჯერ ამის თქმა ჭირდება იმის გამო რომ ჩვენ რო ვაკრიტიკებთ ამ ხელისუფლებას ვიღაცას გონია რომ ეს ხო ავადმყოფური აზროვნებაა რომ აკრიტიკებ ხელისუფლებაა დღეს და ვინ უნდა აკრიტიკო ოპოზიცია არ არსებობს ეს ოპოზიცია არის ხელისუფლების გაგრძელება ხელისუფლებას უნარჩუნებს დღეს ეს ოპოზიცია ციხეში იქნება თუ ციხის გარეთ იქნება ციხე არის ამათი გადარჩენი
მე გეუბნები თუ ამად რაც აწყობდა გადარჩენა და ეს არის ქვეყნის დაღუპვა, იმიტომ რომ გამოვლენ იქიდან გმირებად გარკვეული პერიოდის მაგრამ აი ნახეთ როგორი ის არის რა შევიტყვი ამ დღეებში და გაუცებული ვარ. ვიცოდი რომ როდესაც მემორიალს ანგრევდნენ ქუთაისში მაშინ ერთმა ძალიან საინტერესო ჩემთვის უაღრესად სანდო პიროვნებამ და იმან მითხრა რომ მე სააკაშვილთან ერთად ვიმგზავრე ჩავფრინდით ქუთაისში და რო დავხდნენ გუბერნატორი და ესენიო მე იმათ გარეთ რაღაცას ელაპარაკებოდა იქ მემორიალთან გავჩერდითო და იქეთა რომ მოვიდაო მე უთხარიო ბატონო მიშა ეს არ დაანგრიოთ მე უთხარიო ერთი ორი წუთი ვილაპარაკეთ მივიდა იმათთან მაგრამ გაუცებული დავჭი აგინაო კვტარი და ცოცხალი იმათ დედას აგინებდა გუბერნატორს და იმათ აგინებდაო პრეზიდენტიო გავგიჟდიო მითხრა ამას დიდი სოფლიო გამოცდილება აქვს რა ამ კაცს და აი ესო დაინახა ვიფიქრა რომ სად მოხდი ახლა და აგინაო იმათ რომ აღარ საკითხი აღარ თქვა თუ ამის დანგრევაზე და არაფერი გავიხედოთ ერთ დღეში დაინგრა ყველაფერი და მე ამას ვყვები ახლა და უბრალოდ იქ არის პროკურორის მოადგილე ყოფილი ვინც იყო იმ პერიოდში საინტერესო ხალხი და მეუბნება ბატონ თებურო მე მაგი არ ვიცი რა იყო მაგრამ მე გიყვები თუ სინამდვილეში რა მოხდაო იქო აი როცა დაინგრა ესო და ეს დაიღუპა ჩამოვიდა სააკაშვილიო და ასე იგი ეუბნება როგორ გააკეთეთო თქვენო ვინახართო ისე დაანგრიეთო რომ დედაშვილი მოკალითო და დედას აგინებს გუბერნატორს ჩოგოვაძეს დედას აგინებს პირდაპირ ეს პრეზიდენტი წარმოგიდგენიათ ეგრე აგინებს დედას და იმან უთხრაო რომ დედა მყავსო გარდაცვლილიო დედა ჩემი გარდაცვლილია და ნუ მაგინებ პრეზიდენტმა აიღო და წიხს არტყამს ამ გუბერნატორსო და ამ გუბერნატორმა თავი დაიცვა და ხელით და ფეხშია და პრეზიდენტი წაიცა რა მოისმინე კაცო ესე გავგიჟ რას გაუძლო ქვეყანამ ხალხო ადამიანებო რა ქვეყანა გვაქვს ჩვენ აი ამას გაუძელეთ ყველაფერს და როგორ შეიძლება რომ ერთად არ დავდგეთ მაგრად და უწიგნური და გაუნათლებელი და ვინმე ესე იგი აუფროსოთ ამ ქვეყანაში ვინც არ უნდა იყოს იგი და მაგრამ მე თურმე ამ ჩოგოვაძე და ჯანაშია ყოფილა მაშინ დაცვა უფროსი და ჯანაშია და ჩოგოვაძე ერთად სწავლობდნენ თურმე და მოკლავდნენ ამაზე ჯანაშია რომ ყოფილიყო ამის თანაკურსელი მაგრამ მეორე დღეს გადადგა ეს გუბერნატორი და მე ვფიქრე რა შვაში იყო გუბერნატორი ქალაქის მერი არ გადადგა არაფერი და არ გახმაურებულა ამის ისეს არ გახმაურე და გუბერნატორი გადამდგარა იმიყო იმის გამო რომ ფეხში რომ არ ტყავდა წილს პრეზიდენტი რა ფეხანა წარმოგიდგენთ ეხლა შეგიძლია წარმოიდგინოთ რომელიმე ქვეყანა ერთი პასუხი ბატონო მითხარით თქვენ ანალოგიურად ხვალზე გავა აი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი რო ხარ აი შევარდნაძემ ეს ხალხი დაღუპა და დაღუპა ჩვენს მე ხა ნიშნის მოგებით არ ვამბობ მაგრამ როდესაც ვიღებდი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას რო დამთავრდა მიხეილ სააკაშვილს მივმართე მიულოცე და უთხარი რომ იცოდე მეთქი რომ გილოცავ მაგრამ იცოდე ეს გამარჯვება შენთვის დამარცხების თოლფასია და ეს დამარცხება ჩემთვის გამარჯვების თოლფასია თქვა ეს უფალმა მათქმევია მხოლოდ ეს წინადადება მეტი არაფერი არ მეთქვამს ესე იგი დაიღუპა ის ხო დაიღუპა როგორ შეიძლებოდა ეხლა ჩემს მეუღლესთან ერთად სწავლობდა და მეუბნებიან იმას რომ თქვა კი იზუთხავდა ბევრ ამას იმას ამას მაგრამ ნუ აი რაღაც სწავლობდა კარგი შეიძლებოდა კარგი მაგრამ ჩაიგდო სოროსმა ამან შეამოწყო ბიზამისმა ამან ყველაფერმა კაკებე მუშიშოებამ ყველაფერმა და ანალოგიური მდგომარეობა ეს მიქაუტაძე ვინ არის დღეს მიქაუტაძე შევარდნაძის ბრალი ის არის რომ მას იმისათვის რომ ადვილად ემართა აი პროფესიონალებზე უარს ამბობდა და ახალგაზრდები მოყავდა ერთი რამე მაგათი მარტო ადვილი არ იყო პატარა მაგალითს მოვიდა მე 2 წელი ოფიცერი ვიყავი და ნუ ისე მემუარებით ბევრი მაქვს წაკითხული და მე ვიცი ჯარში არის ძალიან კაცრი კანონები, იმიტომ რომ სხვანაირად ჯარი ვერ იქნება წარმატებული სუვოროვიდან და იქიდან მოდის, რომ ნებისმიერ თანამდებობაზე, აი ხელმძღვანელ თანამდებობაზე იქ როტა არის, ბატალიონი არის, პოლკი არის და აი რაღაცა ერთი სტრუქტურა არის. ეს თემსოფლიოში მარტო რუსულ ბაჯალში თემსოფლიოში ყველგან არის რომ პოლკი ითვლება მთავარ სტრუქტურად. პოლკის უფროსამდე უნდა მიხვიდე გაიარონ და ის და პოლკის უფროსი მერე შეიძლება გადაახტუნო დივიზიას და არმიის ხელმძღვანელი. ესე იქ არის უკვე იქამდე გადახტომა არ შეიძლება. მანამდე გადახტომა არ შეიძლება და იქ არის ყველა ის აი ჩვევები ნავიკი რო იტყვიან რომელიც სჭირდება ნებისმიერი თანამდებობის. ჩვენთან
აი იგივე მიშა რომ მოვიდა მაშინვე ესე იგი კომიტეტის თავმჯდომარედ რა გამოცდილება ქონდა საიდან ქონდა აი ამიტომ მიაყენა მე ამას ვამბობ ბატონ ბახში ზუსტად და მე ერთი რამე მინდა გითხრათ რომ აი იგივე გწევდება ახლა არა ნუ უარესია ახლა ხო გეუბნებით მიხეილ სააკაშვილმა ასე თუ იცესა კადრები იცოდა მაგრამ თვითონაც ბოღბიანი იყო და დაიჭირა მთელი თავისი სკოლელები ვინც იყო თითქმის ყველა დაიჭირა ამა თავის დაწესებები ყველა დაიჭირა სახელმწიფო ფულს როიპარავდნენ ისინი არა და ესენი დაიჭირა ნუ თქვა ეხლა ესეც არ არის ბიზნესმენებში რა თქმა უნდა საჩვენებელია იმიტომ რომ ეს ამაზე მეტი მინისტრებს ქონებები აქვს საქართველოში თქვენ სოფლიოში ვერ ნახავთ რომელიმე მინისტრს მე 90% მინისტრზე ვამბობ ამას და მე ვამბობ იმას რომ აი თუ უნდა ვინმეს და ბიზნესმენიშვილს თუ აწყობს რომ გაიგოს რა არის რა კორუფცია ქვეყანაში აი თბილისის მერიაში ერთი კვირა მოგცეს საშუალება ან ნებისმიერ მერიაში რომ პროფესიონალთა გუნდი შევიდეს და ნახოს ამ მსგავსი კორუფცია რომელიც დღეს არის ქვეყანაში ეს არის წარმოუდგენელი ხო და მე წეგანა იმიტომ შეგეკამათეთ ბატონო ბახში რომ აი იცით რა არის ამის ტელევიზიით გადაცემას ვისმენ და აი ამას ოდავა მე ალბათ 2-3 წუთით და დავამთავრებთ უბრალოდ მე შემაშფოთე ერთმა რამემ რომ ისინი ამბობენ გარკვეული ახალგაზრდობის ჯგუფია რომ საკითხი დგას ასე მასწავლებელი რო შემოდის გაპეთილზე ბავშვები უნდა ადგნენ თუ არა ფეხს ხო ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ეხლა უბრალოდ თვითონ საკითხის დასმა კატასტროფა ხო ისე იგი ვინმეს არ მოსვილი აზრად მოსამართლე რო შემოდის ყველას მოუწოდებენ მოსამართლე მოდის და მთელ მსოფლიოში დადეგით ფეხზე და მოსამართლე შეუძლია ვინც არ ადგება ფეხზე გააძევოს წარმოგიდგენია თქვენ როგორ არის სოფლიოში მე შემოვიარე და ძალიან ბევრ ადგილზე მეუბნე მასწავლიდან ერთ რამეს და მე ახლა ხანდახან საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ვარ და მეუბნებია რომ დარბაში სადაც არ უნდა იყოს ოთახში ქალი რო შემოვა კაცად ვინც თვლის თავს ფეხზე უნდა ადგეს და წარმოგიდგენია თქვენ რომ ეჭვით დადგა საქართველოში რომ მასწავლებელს დაუდგე ფეხზე და თურმე ეს არის მონური ფსიქოლოგია ნუ წარმოგიდგენია თქვენ რაზი ან და ოჯახებში ტრადიციული აი მისი ნაგერ ქალბატონი მედია საუბრობდა თავისი ოჯახის რაღაც ტრადიციაზე და ამისთან გეუბნები აქტოვანებული ვიყავი იმიტომ რომ ყველამ ვიცოდით რომ პატივისცემა იყო უფროსის ეს რა მონური იყო კაცო აი რას ლაპარაკობენ ისე მაგას დავამატე ხო ფსიქოლოგიურად როდესაც ბავშვი თამაშობს მეგობარს ელაპარაკება და შემოდის ავტორიტეტი უნდა მოხდეს ამ განწყობის განწყვეტა ეს არის მნიშვნელოვანი ამიტომ იმ სისტემაში საბჭოთა შორის მნიშვნელოვანი იყო როდესაც შემოვიდოდა ფეხზე დგებოდა რომ განწყობა სანამ არ მოწესრიგებოდა ემოციური სფერო არ იწევდა მასალა ეს აბსოლუტურად სწორია იმიტომ რომ თუ ის განწყობა გაიყოლა მეგობართან ისინი ეს გადავა გაკვეთილში და მე ვიცით როგორ თავდა სამწუხაროდ ეს ტრადიცია განათლების სისტემა არ ჩათვალა მნიშვნელოვნად შესწავლას არ მოახდინა ჩვენთან არ აკეთებენ საერთოდ შესწავლას იგი ნუ ეს კატასტროფაა პირველი იანვარი ეხლა წარმოიდგინეთ ეხლა ბავშვების სწავლა მე როგორი სიცხე ჩვენ გვიჭირს თუ თავდებოდა იქ სკოლა და იწყებოდა 1 სექტემბერში ეს არ არის კომუნიზმიდან გათვალა ჩეხმა მეცნიერება გათვალა ამიტომ მეცნიერები უნდა გააქტიურდნენ მარტო ნაშრომები გეთახმები არ არის მთავარი უფრო უნდა გააქტიურდნენ ეს ნაშრომები უნდა მიიტანოთ რომ ამას ამ ნაშრომებს ჩვენ მეცნიერებს შეჭამეთ ამათ არ აინტერესებთ ამიტომ პოლიტიკაში უნდა გადავიდე უნდა მიიტანო ბოლომდე თუ შენ გიჭირია ნამდვილი პროდუქტი მას უნდა მიყვე ბოლომდე სახელმწიფო დონემდე უნდა აი ეს აბსოლუტურად ეს არის ნუ აი ხო გეუბნები მაგრამ უფრო დახურულია აი ამიტომ არის საჭირო ეს ფსიქოლოგების ამის იმიტომ რომ თქვენ რაც ბძანეთ წეგან აი მე უბრალოდ სხვაგანაც შეიძლება გამოიყენოთ რომ მე ამერიკაში ვნახე რომ სკოლა არის ციხე პრაქტიკულად აი ქალაქის მერი ჩვენ დაძმობილებული ქალაქი ვაძმობილებთ ჩავედი მე და ხელს ვაწერთ და ტელევიზიები და ყველა გადაცემენ და გადავწყდა რომ მივდივართ ერთ სკოლაში როგორც მესამე სკოლასთანაა დამეგობრებული მივედით და ისე მოხდა რომ დავაგვიანეთ შესვენებაზე და სკოლა არ გაგვიდეს კარები იმ ქალაქის მერი და მე სტუმარი მივდივარ და გითხრეს თქვენ დაგაგვიანდა თუ დაელოდეთო ქუჩაში სკოლის ტერიტორიაზე არ შეგვიშლის დაელოდეთო შესვენებასო და მე ანუ კიდე მეორე მივედით დიდ ბრიტანეთში ვართ დიდ ბრიტანეთში ახლა ჩვენებს ვარ გქონდეთ ეს რაღაც რო აქ ჩვენთან აზროვნება რაღაც აი გადაბრუნებული აზროვნების სიზნელია დიდ ბრიტანეთში ვართ და
იგივე ქალაქის მერთან, ნიუპორტის ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე და ყველა და მეც ვაძმობილებ და ჩავდივართ, ეხლა მივდივართ, გვითხრეს ვეთ, კარგ საწარმოს გვაჩვენებთ. მივედით, დაგვთა თანაშემწე ვიღას და ამბობს, რომ მენეჯერი ისვენებს მენეჯერიო და აი ბოდიში მოგიხადათო და მე გაგიწევთ იმასო და მომხრება ხა ეს. რომ გამოდივართ კიდე გამოვიდა და თქვა რომ უბრალოდ ვერ დაასრულაო დასვენებაო მენეჯერმა ვერ გავიგეთ ხა თქვენ არ მოგიდგენიათ საქართველოში რომ წარმოებაში მივიდეს რომელიმე მერი და ასე შემდგომ და ეხლა მაგალითად და იქ არ დახტეს კარებში შეიძლება იმას ხვალ დაუწყონ დევნა და რაღაცად გააკეთონ ასეთი რამ და ვიმეორებ ეს არის შესაძლებელი ყველაფერი ბატონებო ეს თქვენ შეგიძლიათ დაუშვათ რომ სკოლის დირექტორი აი ჩვენ ამ პროგრამაში მიწერია სკოლის დირექტორი ქალაქის მერმა მიიწვიოს თათბირზე ესეთი რამე ვინმე შეუძლია და ამ იმის აბსოლუტურად ეს გამორიცხულია თეატრის დირექტორი მეცნიერი ვინმე მივიდეს არავითარი საქმე არ აქვს იმასთან და ვინ მართავს ამას რომ ხალხის მიერ არჩეული განათლების საბჭო ეს არის ჩვენი პროგრამები დღეს ახლა ჩვენ ვერ შევძელით რომ აი ეს პროგრამა დეტალებში გაგვეხილა მაგრამ ხვალ ალბათ ეს მეცნიერთა კონგრესის გარკვეულ დროში იქნება წარმოდგენილი მე როგორ წარვადგენე მაგრამ რა ვიცი ახლა ორი წუთი ყველას რაც გაქვთ რომ ხო კი ბატონო ცოტა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელს და იმედით დავშორდეთ მე მადლობა ვარ მეორე გადასვლით თქვენი ინფორმაცია ტროცკიზმი უნდა დაამთავრდეს როცა ტროცკი რაც იტყოდა ხო იცი მსოფლიო დიდი უნდა შეიძლება გამიდეს ერთი პარტია და მართული პარტია და ოპოზიცია დაიწყოთ ერთი ქვეყნა ჩვენი ქვეყნის გამო ჩვენ უნდა ვიყოთ კარგად ჩვენ კარგად ვიქნები სხვაებიც კარგად იქნება მადლობა ბატონო ვახში 2-3 წინაადებით კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას უთხრა რომ ჩვენ არავისი ალტერნატივა არ ვართ მეცნიერთა კონგრესი უბრალოდ ჩვენ ქმნით დოკუმენტებს, პროგრამებს, პროექტებს და ამაში ვართ დარწმუნებული და თქვენ შეგიძლია დაგარწმუნოთ რომ ამის საფუძველი არის მეცნიერული მიდგომა და სანამ ხელისუფლების ნებისმიერ დონეზე არ იქნება ყურადღება მიქცეული მეცნიერების აზრებზე და დამუშავებულ პროექტებზე მანამდე ჩვენ ქვეყანა წინ ვერ წავა აი ეს მეცნიერების და საერთოდ საზოგადოების აზრის იგნორირების რეჟიმიდან როგორმე უნდა გამოვიყვანოთ ეს ხელისუფლება ეს დავამატე მანდელამ ნელსონ მანდელამ არაფერი გამომივიდა ბომბა აფეთქა ნობელს ანუ მეცნიერება რაღაცა უნდა გავაკეთოს. კი ბატონო. ესე იგი, აი ბომბა არის რა. ჩვენ ვეუბნებით, ეს არის ბომბა, პოლიტიკური ბომბა. ხელისუფლებას ვეუბნებით. შეასრულეთ ეს და იყავით გიკრავთ ტაშს და გეუბნებით მადლობას. ვისაც გინდათ მოსულა თუ ხელისუფლება მოდით, უგონთ შეასრულეთ ეს. ეხლა დღეს თუ ვერ კითხულობთ, აი ეს დაიდება და კარგად წაიგითხეთ რა წერია. თუ ამას ვერ ასრულებთ მეორე ნაწილში გვიწერია გადადექით და წადით და ნუ ხარ საერთოდ პოლიტიკაში. თუ ხარ პოლიტიკაში შეასრულეთ ეს. ეხლა ვინმე იკითხავს, ესო ჩვენ ახალი ეს ბატონებო ამერიკის ფუძემდებლებმა ამერიკის პირველ კონსტიტუციაში ვიდრე შევიდოდნენ პარლამენტში მანამდე დაწერეს და თქვენს რომ ამერიკის ხელისუფლება უნდა იყოს ასეთიო ჩვენ ის გავაქართულეთ უფრო გავაღონიერეთ ქართული სული მივეცით და ეს არის ჩვენი ხედვა ეს არის ჩვენი პოლიტიკური ბომბა მესამე აკლე როგორ უნდა გადაარჩინოთ ო მაგი უკვე ფსიქოლოგების ისა დიდი მადლობა მაგრად ვიყოთ და ხვალ იქნება ის პროგრამა გადაცემული როგორც იტყვიან აი რაც შედგა ამ წიგნის პრეზენტაციის ერთი ნაწილი ხვალ იქნება და ამავე დროს ის რაც ჩვენ გავაკეთეთ და წარმოადგინეთ აი ესე იგი იმედის პროგრამა ისიც ხვალ იქნება წარმოდგენილი გავაგზავნოთ ურთიერთობა კონტაქტები ჩვენ შევძლებთ შეერთებას და ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნის შეცვლას ყოველგვარი დაჭერების დაპირისპირების ერთმანეთის ზღვა გინების გარეშე, მაგრად ვიყოთ.